ამ სახლში დაიწყო ჩემი ახალი სიცოცხლე, იმიტომ რომ ჩემი ტრაგედიის მერე გავყიდე აბსოლუტურად ყველაფერი, რაც წარსულთან მაკავშირებდა. ცოტა ხანი ნაქირავებში ცხოვრობდი, ავიღე კრედიტი და გადმოვედი ამ ბინაში და მინდოდა მაქსიმალურად ფერადი ყოფილიყო, იმიტომ რომ დროის უმეტეს ნაწილს ახლა აქ ვატარებ. ძალიან მიყვარს ფერწერა და მცენარეები. ნუცა, მოდი ვიტყვი, მეღადავებოდა სულ, რომ დედაო ასაკში რა შეხვალო, აი სკარლეტ ოჰარას რო უკიდიაო თავისი დიდი სურათი, ესე მედიდურად და ესე დაკიდებ შენ სურათებსო. ხო და რაღაც მომენტში მართალი აღმოჩნდა და სულ ვფიქრობ, ნუცა ამას რო ნახავ და ნეტა რა სიტყვა და მაგრამ ამ სურათში, რომელიც ირმაკუსიანმა დახატა, ერთად ვარ. ყველა სურათში გოგონები არიან. მე ვარ ზედმეტად პრანჭია ქალი. თავის მოვლა ძალიან მიყვარს და ჯერ კიდე ღრმა ბავშვობიდან პირველი რასაც ვაკეთებ, მივდივარ იქ, სადაც თავის მოვლის საშუალებები მეგულება. ჩემი სახის დასაბანით ვიბან სახეს და მე ნახეთ ჩემი პრინცესები როგორ მელოდებიან. საგანგებოდ მინდოდა რომ ესეთი ლამაზი სააბაზანო ყოფილიყო, გაპრანჭული და მახსოვს ოსტატი, რომელსაც ჭაღი უნდა დაეკიდა, მე ჩხუბებოდა ხო იცით ოსტატების ამბავი, რომ რა უნდა სააბაზანოში ჭაღსო და ერთი აი 9 კაც მივმართე პროტექციით, რომ აი დაკიდოს და არ იფიქროს მაგაზე თქო. წამოდით დუდი და ბუბუ, წამოდით სამზარეულოში. შენ არ მოდიხარ, იცი რომ ტყუილად გეძახი, ხო? ანუ ჩვენი დილა იწყება იმით, რომ დუდიმ და ბუბუმ უნდა ისაუზმონ. ბუბუ კარგად არის გაწაფული გადაღების ამბავში და ეხლა ზუსტად იცის რომ ტყუილად ვეძახი, იმიტომ რომ 6 საათამდე ჭამა არ უწევს. ეს არის და კიდე ბევრი მაქვს ჩემი დილის საუზმის აუცილებელი კომპონენტები. გოგრის თესლი, გოჯიბერი, ჩია, სეზამის მარცვლები. მირთმევით მას მივირთმევ შვრიას, ხან შვრიის კატოს და ჩემი ამაზე ძალიან ბევრს იცინის. რომ კატოს როგორ ჭამოდა, რომ იცოდეთ რა გემრიელია, მანის ფაფის გემო აქვს და მე მანის ფაფა მიყვარს. ეს არის ჩემი ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩაფიქრებული მქონდა, რომ ოდესმე, როცა მექნება საშუალება, აი ესეთ კუთხეს გავაკეთებ ხოლმე და კითხვით ყოველთვის აქ ვკითხულობ, აი ასე. ეს ნუცას წერილია. ახალ წელს მილოცავს, ხო და ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ აქიდოს. სარბენი ბილიკი არის ჩემი ხანდახან გადამრჩენელი. არის ხოლმე მძიმე დღეები და რომ არ იყოს ვარჯიში, ალბათ ვერ გადავრჩებოდი. მიმსუბუქებს მდგომარეობას ეს ერთი. ხო და მე კარგად რო გამოიყურებოდი, ამისთვის უნდა იშრობ. ეს არის ბოლო პრომო, რომელიც გავიდა ჩემი და სტუდენტებთან არ ვარ ხოლმე დისტანცირებული ძალიან ვარ ხოლმე მათი მეგობარი და იცოდნენ რომ ძალიან ტკიოდა ჩემი საქმის გარეშე ცხოვრება და გამიკეთეს და სულ მიდევს აქ. ერთ-ერთ გადაცემაში ბენეფისი ჰქონდა ლეილა აბაშიძის. არასოდეს არ დამავიწყდება სტუდიაში რომ შემოდიოდა ესე ზემოთ იყურებოდა უყურებდა განათებებს და ერთხელ თქვა რომ ღმერთო როგორ მომენატრა ეს ყველაფერიო და მომიტანა ხატი, წმინდა მაიას ხატია. ჩვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი მოსახელე წმინდანი. გვარავდეს უფალი და გწყალობდეს ეს ხატი სიყვარულით ლეილა აბაშიძე. იმიტომ რომ მას დიდი წარმატება მაია წყნათელის როლის შესრულებამ მოუტანა. აი მომენტში როცა ზემოთ აიხედა და თქვა ეს ყველაფერი როგორ მომენატრაო, აი ძალიან შემეშინდა, რომ ღმერთო მეც იგივე არ დამემართოს თქო და მართლა გაივლის წლები და იგივე დამემართება და მისი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
იმიტომ რომ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო სხვა პროფესიით, იმიტომ რომ როგორც ტელეჟურნალისტი სამწუხაროდ მე ვიყავი მკვდარი. გონია, რომ ტელევიზიაში არასდროს დავბრუნდები. გავაკეთებ რამეს თუ არა YouTube-ზე, არ ვიცი. ახლა რომ მკითხო, რომელ ტელევიზიაში მინდა, ვერ გაგცემთ პასუხს. მე იქ მინდა სადღაც 2015-16 წლის რუსთავი მორში. ყველაზე მაღალ რეიტინგს რომ ვწერდით, მექა შოუები რომ იყვავდა და პირველები რომ ვიყავით მიუხედავად უამრავი გაჭირებისა და უბედურებისა და ის დრო არასდროს აღარ დაბრუნდება. სიკვდილამდე მენატრება. დღემდე სიზმარში მესიზმრება, ოღონდ რატომღაც ყველა სიზმარში ამას აკის ვარ და დილის გადაცემა მიმყავს. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მეკეთებინა ბიზნესი. მაგრამ ვიცნობდი მომხმარებელს. ვიცი ვინ არის ჩემი მომხმარებელი და როგორი მოვლის საშუალება უნდა და რა უნდა ღირდეს ეს. გიждები პროცესს, იმიტომ რომ მრავალწახნაგოვანია ეს პროცესი განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალ პროდუქტს ეხება. ახლა რამდენიმე ახალ პროდუქტზე ვმუშაობთ და ერთი სული მაგ ხელში დავიჭირე. ძლიერ ქალად თავს ვთვლი მიუხედავად იმისა, რომ სისუსტის დღეები მაქვს ხოლმე, ვცდილობ რომ გავუმკლავდე და გადავრჩე, იმიტომ რომ ჩემნაირი ქალისთვის ყველა დღე გადასარჩენა და ანუ დღეს ერთმა შვილმკვდარმა ქალმა მითხრა, რა ვქნა, ვერ მოვკვდიო, ჩვენ ვერ მოვკვდით და ის რომ ცოცხლები ვართ და ფეხზე ვდგევართ და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა, რომ არ შემეწუხებინა სხვები და არ შემტყობოდა ის რაც ჭირს, ეს დამეხმარა გაძლიერებაში. ახალი გამარჯვება მაქვს საკუთარ თავზე, მე 8 წელი ვიყავი ისეთი გახევებული, რომ ვერ ვტიროდი. ბოლო 1 წელია ტირილი ვისწავლე. ხანდახან ხმით ტირილიც და ეს მშველის იმ დღეს ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ვერე თითქოს აი ამ ვარამს სხვას ვერ უწოდებ, თითქოს ამოიღებ და სადღაც სულ ჩაძიებაში ვარ რატომ და როგორ მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ანუ საკუთარ თავს თუ არ ელაპარაკე, ვერ გაიგებ ვინ ხარ. ამანაც გადამარჩინა რეალურად, იმიტომ რომ რა ვიცი, მე-4 მე-5 დღეს უთხარი ჩემ თავს, არკეს ჩავიხედე და უთხარი შენ ხარ შვილმკვდარი ქალი და შენ ცხოვრება უნდა გააგრძელო. და ზოგადად არ ვემალები ხოლმე სიმართლეს საკუთარ თავზე. და ამიტომ პასუხგაუცემელი კითხვა არ მაქვს. ეს არის სულ პირველი ეგზემპლარი, რომელიც გამოვიდა და რომელიც მომიტანეს და აწერია მაიას, რომელმაც ეს შეძლო. ჩემ თავზეა. ძალიან ბევრი რამეა, რაც წიგნში არ შესულა. სულ მეკითხებიან იქნება თუ არა მეორე ნაწილი. არ ვიცი, უნდა მოიტანოს სიტყვამ და თან ცხოვრების ამბებმა. აქ წიგნი happy end-ით სრულდება. მე აქ ტელევიზიაში ვრუნდები და პირველ გამარჯვებას ვამბობ გადაცემაში და მეორე ნაწილი რო იყოს აქ აღმოჩნდება რომ ეს happy end-ით ჩავარდა. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, არ ყავდა სხვა შვილი და არ ყავდა ქმარი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დილით მიდიოდა და საყვარელ საქმეს აკეთებდა და საღამოს დაღლილი ვრუნდებოდა. და ამიტომ ტრაგედიასავით აღვიქვი ტელევიზიის და ჩემი საყვარელი საქმის დაკარგვა. და დიდი დრო დამჭირდა თავიდან ფეხზე ასადგომად და
ჩემთვის ვეუბნები ხოლმე რომ ყოჩახ მაია აქედანაც გამოხვედი. ჩემ პირადთან დაკავშირებით კითხვას ვამენ, მარიო ჩიმერო პირველად რო ჩამეხუტა, აი იმას შემდეგ იყო პერიოდი, როგორ ამბობენ love of my life, როცა იყო ჩემ ცხოვრებაში, აი ამ წიგნშია ეს ამბავი, მაშინ როცა მეკითხებოდნენ, ვამბობდი, რომ არაფერი არ ხდება, არ ვამბობდი, რომ ესეთი საოცრება ხდება ჩემ ცხოვრებაში. ეხლა გულწრფელი ვიქნები, მარტო ვარ. ხო, ანუ ძალიან ბევრი წელი, 12 წელია, არავინ არ მოყარებია. დუდი არის ნუცას ძაღლი. Game of Thrones უყურებდით ერთად და გადავწყვიტეთ, რომ ჰასკი გვეშვილა. მე როგორც გამოუცდელმა ადამიანმა და ჯერ რომ არ იცის, რომ ძაღლი შეიძლება გიყვარდეს, ეხლა ცხოველთა დამცველებო არ გამიბრაზდეთ, ჩავკეტე კაბინეტში და საჭმელი შემქონდა ხოლმე. არასოდეს არ დამავიწყდება დილის 6 საათზე საკვები რო შეუტანე, ისეთი სიყვარულით შემომეგება, ასეთი სიყვარულით არასდროს არავინ შემგებებია. და აი ჩვენი სიყვარულის ამბავი, მოდი დუდი ჩემთან, ხო. აქედან იწყება. ძალიან დიდი როლი ითამაშეს ორივემ ჩემს რეაბილიტაციაში, იმიტომ რომ მე სახლში არასდროს ცარიელ სახლში არ დაბრუნებულ ვარ. ეს იქნებოდა უმძიმესი და მე ესენი მელოდებიან. თქვენ რო გენახათ როგორ ტიროდა დუდი ნუცას დროს ადამიანის ცრემლებით. ამას არასდროს დაუვიწყებ და მე იდგა ხოლმე ნუცას ოთახთან და ესე ცრემლები ჩამოსდიოდა, არ წყებდა, არ წყმუოდა. მგონია რომ ბევრ ადამიანს ჯობიან ერთგულება იციან, არ ღალატობენ. ვინც გვერდში დაგიდგება, იმას არ ღალატობენ.